აღმოშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს, მე ეკაჩხეიძე ვარ და კვლავ პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ბიჭი გაღმა ნაპირიდან. თედო ბექაური. ბატონო თედო, მობრძანდით. ძალიან მოკლედ წარვადგინე, მაგრამ კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, რომ ცელის და საინტერესო საუბარი გველოდება. როგორ ბრძანდები? სიამოვნებით. თქვენ როგორ გიკითხოთ? დაბრძანდით, მადლობა. რომ დრო დაგვითმე და მოხვედი სტუდიაში. პირიქით მადლობა თქვენ მოწვევისთვის. სანამ საუბარს დავიწყებდე წყალს შემოგთავაზებ, რომელიც არის 0%-იანი ბრომატით მადლობა. როგორ ხარ? უფლის წყალობით, კარგად მადლობა. თქვენ როგორ გიკითხოთ? მივესალმები კიდევ ერთხელ თქვენს ტელემაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა. თედო, შენობით ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. თედო, მაყურებელი გიცნობს ფილმიდან გაღმა ნაპირი. მე მინდა საუბარი დავიწყოთ გაღმა ნაპირამდე პერიოდი. შენი ცხოვრების როგორი იყო? როგორი იყო თედო ბექაური მანამდე? ცელქი მოუსვენარი, ბევრი კარგი ისტორიით და ბევრი ცოტა ცუდი ისტორიით, მაგრამ ნუ ხარ. ყველაფერი გვაინტერესებს. კი ბატონო. მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა სახლიდან გაპარვა, ძირითადად ვიპარებოდი ტყეში. ტყეში მიყვარდა. რატო იპარებოდით თან ტყეში? არ გიშვებდნენ? ხო, გავიპარებოდი ხოლმე ამ ტყეში, დავბოდიალობდი, სულ მიყვარდა. გამხელა რა ასაკში? დაახლოებით 7 წლის ასაკში. 7 წლის ბავშვი ტყეში გაიპარება, ხო, არ მიყვარდა ძირითადად ბავშვებთან კონტაქტი და თამაში. არ გიყვარდა? ხო, არ მიყვარდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი და მერჩინა ხოლმე გავსულიყავი და ისო მარტო მეთამაშა, კი. მყავდა ერთი მეგობარი, რომელთანაც ვატარებდი უმეტეს დროს ამასთანავე სხვა ბავშვებთან შედარებით. ანუ ტყეში გაპარვა იყო განმარტოების ცდელობა და იქ ტყეშივე თამაში მიყვარდა, რატომ გახსნა? რატო? რა იყო მიზეზი განმარტოების? აი, რატო გიჩდებოდა ეს? რატო ვერ კონტაქტობდი სხვა ბავშვებთან? კი, ანუ ახლა სკოლაში რომ შემიყვანეს ყველად, თვალის პრობლემა არ მქონდა და რაღაცა, აქედან გამომდინარე ის რეაქცია იყო ჩემთვის ძალიან რთულად ასატანი, თვალზე გამახვილებული ყურადღება. ხო და ამ ყველაფერმა იმოქმედა და მერჩვენა რომ ისო მარტო ყოფილიყავი. პირველად კლასში რო შევედი, მახსოვს რომ აუნახე ამას როგორი თვალი აქვს, ხო და სარკესთან ვიდექი ხოლმე და ჩემ თავს ვეკითხავდი რატომ მაქვს ეს თვალი ასე და ძალიან ბევრი კითხვა მქონდა ჩემ მშობლებთანაც რომ აი რატო მაქვს ეს თვალი ანუ რატო მომივიდა ასე რა. ნუ ეს რა თქმა უნდა არ იყო თანდაყოლილი ეს შეძენილი იყო და ძალიან გული მტკიოდა ამ ყველაფერზე. შეძენილი, აი ისტორიას ხომ არ მომიყვები, შეძენილი იყო რას? აი არ მახსოვს ახლა, მაგრამ მონაყოლი როგორც ვიცი, გადმოვარდი სიმაღლიდან და თავით დავეცი, კეფი. თავით? კი. და ნერვის დაზიანება. და ნერვის დაზიანება მოხდა. ამ ნერვის დაზიანებას დისკის გადახრა მოყვა და დისკის გადახრას ხედველობა დამიქვეით და ამ ხედველობას უკვე ვეღარ უშველიდნენ ვეღარანაირად. ფიზიკური ტრავმა იყო, ანუ ხო. შესაბამისად ეხა ერთი თვალით კარგად ხედავ, მეორე თვალით ვერ ხედავ კარგად რა. დაახლოებით 10% მაქვს მეორე თვალში, შეიძლება არც. ხო, ვერ ხედავ კარგად რა. რაღაცა კომპლექსი გაგიჩნდა, ხო? კომპლექსი ძალიან დიდი გამიჩნდა, დიდობამდეც კი გამომყვა ეს კომპლექსი. დაახლოებით 16 წლის ვიყავი, რომ ეს კომპლექსი მოვიხსენი და არა მარტო მე დამეხმარნენ ამ კომპლექსის მოხსნაში. ვინ? ჩემი მეგობრები ვინ შევიძინე უკვე სამომავლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემ თავთან. სპეციალისტებისთვის არ მიგიმართ? არასდროს არ მიმართია. არ ვიცი, ალბათ არ ჩავთვალე საჭიროდ. მაგრამ ჩემი თავი და ჩემი მეგობრები უფრო მეტად ვაქტიურობდით, რომ ეს ყველაფერი გადაგველახა და გადავლახე კიდევაც. კარგი. რა იცოდა პატარა თედომ კინოს შესახებ მაშინ როცა ტყეში აბსოლუტურად არაფერი ანუ კინო მე მეგონა როგორც იყო თეატრი დადგმული სცენა და პირდაპირ ეთერით გადმოცემული პირველად რომ გავიცანი რეჟისორი მაშინ მკითხე დედაჩემს რომ მეთქი ეს როგორ თამაშობენ მსახიობები მეთქი პირდაპირ იღებენ და მე ტელევიზიაში და
ეს არ ვიცოდი რომ მონტაჟი იყო და იმის მერე კიდევ სამუშაოებია ბევრი. ზოგადად ყურება გიყვარდა ფილმის? უფრო მეტად თამაში მიყვარდა ვიდრე ტელევიზორის ყურება. რომ სულ ძირითადად გარეთ ვიყავი და გარეთ მერჩენა ყოფნა. ეს იყო და ეს. რა პროფესიაზე ოცნებობდი? რამე ქონდა ისე სახიობობა არ შედიოდა? სახიობობა არასდროს არ შესულა ჩემს ოცნებაში, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ სახიობს არავის არ ვიცნობდი და მე არც მქონია რა იმის შეხება. არც წარმომედგინა არასდროს. ჩემი ოცნება სხვა იყო, უფრო ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი, ვიდრე სამსახიობო ან სხვა რომელიმე კარიერა. კინოკარიერაზე და ზოგადად სახიობის კარიერაზე არასდროს არ მიოცნებია, გარდა იმისა, რომ არც წარმომედგინა გარდა იქამდე, რომ სანამ ამ რეჟისორს შეხვდებოდი. როგორ მოხდა გიორგი ოვაშულთან შენი პირველი შეხვედრა? კი ბატონო, ჩვენი პირველი შეხვედრა იყო კლინიკაში. დედას ყავდი მიყვანილი კლინიკაში და იქ შემოვიდა რეჟისორი ორ პატარა ბავშვთან ერთად და მის მეუღლესთან ერთად. არ მიყვარდა უცხოებთან საუბარი თან. იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიცოდი რომ უცხოებს არ უნდა დაელაპარაკო და აქედან გამომდინარე არც მიყვარდა დიდად საუბარი და კომუნიკაციაში შესვლა. ვიჯექი ჩემთვის წყნარად და ეს ერთ-ერთი ბავშვი დარბოდა აქეთ იქით და პატარა რომელიც ეჭირა ხელში რეჟისორს გიორგის სათამაშო ეკავა ხელში რაღაც და ეს სათამაშო გამოართვა და მიარტყა პატარას. და ამას გამეცინა ეს რომ დავინახე და ეს გაღიმება ეს ჩემი გაცინება დაიჭირა რეჟისორმა და ნელა მომიახლოვდა, კი, მომიახლოვდა ნელა დამიწყო კითხვა რომ საცხოვრობ რამდენი წლის ხარ? ამ დროს რამდენი წლის იყავი? ამ დროს ვიყავი 9 წლის. 9 წლის. და მე რო ვიცოდი რომ უცხოებს არ უნდა ელაპარაკო, უცხობიძიებს, მე ხმას არ ვცემდი და მარტო ხარო ეს მკითხა და მე თავი გაუქნე არა თქო და დედასთან ერთად ვარ თქო მოსული თქო რა. და დედა ჩემი ექით არ იყო შესული, რეჟისორის მეუღლე შევიდა და უთხრა რომ თქვენი შვილიო, ჩვენო ძალიან მოგვეწონაო და უნდა წავიყვანოთო. ჩემი მეუღლე რეჟისორი არისო და თუ იქნება შესაძლებელია რომ ეს ბავშვი სინჯებზე მოიყვანოთო და ნუ რა თქმა უნდა ეხა უარი არ უთქვამს დედა ჩემს. დაახლოებით ერთ თვეში თვითონ ამოვიდნენ ჩემთან სოფელში და იქ გამიკეთეს პატარა სინჯები და მე რა უთხრეს რომ ერთ კვირაში უკვე კასტინგი უნდა ჩავატაროთ და დიდი ალბათობით გავამტკიცებთ როლზე და მართლაც ჩავედი და მარტო მე არ ყოფილვარ იმ კასტინგზე, ბევრი ბავშვი იყო და რო შევედი რეჟისორთან კასტინგზე მითხრა რომ მე ხა მაგიდაზე დავუკრავ და შენ იცეკვე რაც გინდა, რაც გაგიხარდება. ხო და ეს ჩემი პირველი უცხო ადამიანთან შესვლა იყო მარტო და დავუკრა მაგიდაზე და გაშეშებული ვდგევარ არ ვინძრევი მწვენია უცხო ადამიანია კიდევ თან უფრო უცხო ადამიანი ახლავს და მითხრა რომ მე ხა მინდა რომ შენ იცეკვო იმიტომ რომ ამით უნდა ავაწყოთ ძალიან დიდი ისტორია და ამ ისტორიაში შენ უნდა იყო პირველი. და თუ შენ ხა არიზავ იმასაც მე ვაკეთებ, გეუბნები. უგარეთ ხომ ნახე რამდენი ბავშვები არიან ეს სიტყვები კარგად მახსოვს. ისინი დაიკავებს. იქიდან რომელიღაცა შენს ადგილს დაიკავებს და მოდი რაღაც სხვა ისევ შენ იყავი და დაუკრა მაგიდაზე და მეც რაღაც ქაოსური ცეკვა დავიწყე. სადაც ფინალში ცეკვა. ფილმის ფინალში. და გამაჩერა, სანამ ჩვენ გადაღებას არ მორჩებით, შენ ცეკვაზე არიარო. ეს მინდა რაც არის ზუსტად. დავიწყეთ გადაღება, იქიდან უკვე რომ დავიწყეთ და დავიწყეთ, უკვე ვცდილობდი რომ ამ გადაღებებში უკვე დიდი მონაწილეობა მიმეღო არა როგორც მსახიობი, არა როგორც სხვა დანარჩენი ადამიანების, რასაც საქმეს აკეთებდნენ. იქ განათებაზე ვეხმარებოდი რაღაც და ყველაფერში ვიყავი, ყველაფერმა დამაინტერესა. როგორი იყო ეს პროცესი? ყველა მხრივ ალბათ ის იყო ხო საინტერესო. იცით რა არის? აი დიდი სიამოვნებით კიდე გავივიდი მაგზას.
თავარი ემოცია რა იყო? იცით ემოციაზე მეტად უფრო იმის სურვილი მქონდა რომ რა იქნებოდა შედეგი ბოლოს. შედეგი მინდოდა ყველაზე მეტად მენახა და თვითონ პროცესიც ალბათ ძალიან უცხო იყო შენთვის და სრულიად უცხო იყო. უცხო გარემო იყო და ნუ საქმე ხო საერთოდ უცხო და უცხო იყო. აქედან გამომდინარე ყველაფერს ვიღებდი ხოლმე ჩემ თავზე პირობითად განათებელი რომ სადენს გაშლი და იმ სადენის გაშლაშიც კი ვეხმარებოდი რომ რაღაცა მონაწილეობა კიდევ მივიღო. მოშინაურდი მოკლედ. ძალიან მოშინაურდი, იმდენად მოშინაურდი უკვე რომ მეთქი გადაღებაზე რომ მეძახდნენ რომ მოდი უკვე შენ ხარ ამ კადრში, კაი მაცადე ცოტა ხანი საქმეს ვაკეთებ აქეთ განათებაზე ვეხმარებოდი. ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ადამიანის ცხოვრებას მთლიანად ცვლის, ხო? ძალიან. ზოგჯერ თავდაყირა აყენებს თელ ცხოვრებას. აი მაშინ წარმოგედგინა რომ აი ეს ერთი შეხვედრა კლინიკაში ესეთი საბედისწერო იქნებოდა და ამ პროფესიასთან სამუდამოდ ვერ გავიაზრე მაშინ იმ მომენტში. გააზრება დავიწყე უკვე დიდასაკში. დამხელა რაღაც 14 წლის სამ უკვე დავიწყე გააზრება, იმიტომ რომ გერმანიიდან რომ ჩამოვედით პირველი სიუჟეტი რომ გაკეთდა საქართველოში რომ ქართული კინო გერმანიაში არის წარდგენილი და იქა რომ დაუბრუნდით რა მელოდა წინ არ ვიცოდი ჯერ. აქ რომ ჩამოვედი და ხალხი აეროპორტში რომ დაგვხვდა უკვე ნელ-ნელა ვიაზრებდი თუ რა ხდება ჩემს თავს. იმ ხელა სიყვარულით დამხვდა ხალხი აქ და დაგვხვდა ზოგადად რა. პოპულარობაც უწევს. პოპულარობა და ნუ ასე შემდეგ ხალხის სიყვარული ძალიან დიდი სიყვარული წამოვიდა იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს გზა ქონდა გავლილი უფრო მეტად. ამ ფილმს რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული, ხო? ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. სოფლიო აქვს მოვლილი. კი. კი. სოფლიო აქვს მოვლილი და ძალიან ბევრი ჯილდო აქვს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მე მაინტერესებს აი პირველად როცა ნახე ფილმი ეკრანზე. აი შენი ემოცია, შენი თავი რო დაინახე, როგორ შეაფასე? პირველად გერმანიაში ვუყურე. და დიდ ეკრანზე რომ დავინახე ჩემი თავი რაღაცნაირად ჩემი თავი არ მომეწონა ჩემი თავი და კრიტიკული იყავი ძალიან კრიტიკული და ერთხელ ვკითხე კიდევაც მე რო არ ყოფილიყავ ხო შეიძლება და უკეთესი გამოსულიყო თქო და ამაზე ძალიან გამიბრას და გიორგი რომ როგორ შეიძლება შენ თავს ასე რომ აფასებ. აი რა. არავითარ შენ შეფასება პირიქით, ანუ შენ რო არ ყოფილიყავი უფრო ცუდი გამოვიდოდაო. და დღეს როგორ ფიქრობ, შეიძლება და უკეთესი გამოსულიყო შენ რომ არ ყოფილიყავ? აი არ ვიცი. არასდროს არ მიფიქრი, ალბათ ის იქნება რაც არის. მეტი არაფერი, ის უნდა ყოფილიყო რაც არის, მორჩა. ნუ გიორგი კმაყოფილია, გიორგის რაც უნდა და ის გადაიღო და როგორც უნდა და ის. ნუ ახლა ჩემი თავის კრიტიკა რა თქმა უნდა. ეგ ძალიან კარგი თვისებაა სხვათა შორის და საჭირო. კმაყოფილი მსახიობია. კი, რა თქმა უნდა. გიფიქრია სად იქნებოდი დღეს რომ არა ის შემთხვევა. იცით რა არის? კი, მიფიქრია, მაგრამ სიღრმისეულად არა. არასდროს არ მიფიქრია, იმიტომ რომ უკვე ამ გზაზე ვარ და რაღა მნიშვნელობა. ვერ მოასწარი. ხო, რაღა მნიშვნელობა აქვს. კინოს და თეატრის სიყვარული მაქვს გამჯდარი თავიდან ბოლომდე, ხო და აქედან გამომდინარე აღარც მიფიქრია, რომ სხვა რამეზე აღარ გიფიქრე. ხო. ნუ თუ დავუშვათ და არ ყოფილიყო კინო მსახიობობა ან თეატრის მსახიობობა ზოგადად ამ სფეროში არ მოხვედრილიყავი, რა თქმა უნდა, ალბათ ჩემს ოცნებას ავახდენდი და გავხდებოდი ჯარისკაცი, სავარაუდოდ. კი. ფრინავი, კოსმონავტი. შეიძლება, კი. ბავშვური ოცნებები. აი დღევანდელი გადასახედიდან ეს პროცესი იყო უფრო სასიამოვნო შენთვის თუ დიდი პასუხისმგებლობა იყო თუ აი რა პროცესიც სასიამოვნო იყო და ის პასუხისმგებლობაც რასაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ გავაცნობიერე რას ვაკეთებდი. ამ ხელა მასშტაბის რა პასუხისმგებლობა მქონდა, უფრო მეტად სერიოზულად მივუდექი ამ ყველაფერს და უფრო მეტად მინდოდა რომ მეტი გამეკეთებინა და არა ის პირობითად რო გადავიღებდით ერთ დუბლს სულ ვეუბნებოდი რომ მოდი კიდე ერთი დუბლი გადავიღოთ, იქნება და უფრო კარგი გამოვიდა. შენ თვითონ ქონდა ეს უკმაყოფილება, ხო? მოდი 5 დუბლს თუ გადავიღებდით, მოდი კიდე ერთი დუბლი გადავიღოთ, იქნება რომელიმე კიდე უფრო უკეთესი გამოვიდეს. დღესაც მასე ვარ ახლა.
ერთი დუბლით არ მიყვარს. მირჩევნია შევარჩიოთ, ვიდრე ერთი გადავიღო და კაი არა უშავს და მე ის ვინანო რომ უფრო უკეთესი შეიძლება და გამოსულიყო. ეს ფილმი ძალიან ემოციური, ხო? და ყველა ნახვაზე რაღაცა თითქოს პირველად უყურებ, მე მოქმედებს ძალიან. აი იმ პატარა ბიჭთან გაღმანაპირიდან. რამე საერთო გაქვს? კინოდან თუ ავიღებთ, ტყეში შეირდოლა. ტყეში შეირდოლა. სუტყეში დადით ეს ბიჭის და სუტყეში დავდივდი მეც. ეს ბიჭი რეალური ბიჭი იყო, რომელმაც გაიარა გზა თბილისიდან აფხაზეთამდე. და სცენარის შექმნა ნუგზარ შატაიძემ ამ ბიჭის მონაყოლით და მაშინ თუ არ ვსდები აფრიკიდან იყო ნუგზარ შატაიძე დაბრუნებული სამოგზაუროდ იყო და სახლში რომ მიდოდა მაშინ შეხვდა ეს ბიჭი შემთხვევით და რომ იყავდა სახლში ეს გზა მოუყვა თუ რა გზა გაიარა თბილისიდან აფხაზეთამდე აი ესეც რაღაცა იღბალი იყო, ყველაფერი იღბალი. რა თქმა უნდა, ყველაფერი იღბალი. ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაეწყო. შემთხვევით ალბათ არაფერი არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ შემთხვევით მართლაც არაფერი არ ხდება. ყველაფერი ფილმის წარმატების შემდეგ იმ ადამიანების რეაქცია თუ შეგიძლია გაიხსენო, რომლებსაც არ ჯეროდათ შენი, რაღაცაში გაბულინგებდნენ, ან რაღაც. ხო, ეს რომ შენ გაამართლე, იყო ესეთი შემთხვევა. ეს ყველაზე ისეთი მომენტია თვითონ ფილმის გადაღების დროსაც არ ეჯერათ, რომ მე რაღაცაში გავამართლებდი. მაგრამ მადლობა გიორგის, რომ მენდოდა. რატო იყო ესეთი დამოკიდებულება? გააკეთა ისაც თვითონ უნდა და არ ვიცი, იცით, ანუ მე რაღაცები ხა არ მინდა ისე გამომივიდეს, მაგრამ გაგონილი მაქვს და გამიგონია, რომ მესმოდა კიდეც, რომ ვიცი რა, სოფლელი ბავშვი ამან რა უნდა გააკეთოს. ვინმე ქალაქელი ბავშვი, თბილისელი ბავშვი აგიყვანა, უფრო თამამი და ასე შემდეგ და ეს იყო დაწყებიდან რამოდენიმე ხანი, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, სანამ მივეჩვეოდი სტაფს. და რომ დავიწყე უკვე სერიოზული მუშაობა, ვიღაცები მერე უკვე ამ საუბარს აჩერებდნენ. იმიტომ რომ მე ვუმტკიცებდი იმას, რომ მე რა სოფლელი ვარ, ეს мотиваციაც ხო არის? ძალიან დიდი мотиваცია იყო, იცით, ანუ პირიქით გაძლევდა სტიმულს და მეც უფრო მეც ვაკეთებდი ამას დასანახავად, რომ ვიცი, შენ რაღაცაში ცდები, რაღაცაში არ ამ ყველაფერში ცდები და შენ ილაპარაკე რამდენი წგიდან მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და ბოლოს უკვე რომ დაამთავრდა ფილმის პრემიერა შედგა და ასე შემდეგ ვიღაცები ალბათ ნანობდნენ თავიანთ სიტყვებს. ალბათ არ ვიცი, არც დავინტერესებული ვარ. მშვიდობას უსურვებ აქედან. რეჟისორისთვის რა იყო მთავარი საყრდენი, როცა შენზე უარი არ თქვა? მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეუბნებოდა ალბათ, რომ ვერ იზამს, ვერ ითამაშს. ალბათ დაფარული და დამალული ნიჭის გამოჩენა ეს იყო. დაინახა რაღაცა. არის საყრდენი, ხო, ალბათ, აი არ ვიცი, იმიტომ რომ არც არაზოს არ მიკითხავს, რატო ამარჩიე მაინდა-მაინც მე. იმიტომ რომ რაღაცა დაინახა წერტილი, რომლის გაღვივება შეეძლო და შეძლო კიდეც ამის გაღვივება და იმდენად შემაყვარა ეს სფერო, რომ დღესაც ვერ ვწყდები. ვერ მომწყვიტა, ვეღარ ვწყდები ამ სფეროს რა. თუმცა შენ არ გისწავლია ხო თეატრალურ უნივერსიტეტში? თუმცა არ მისწავლია თეატრალურ ინსტიტუტში არ მისწავლია. რატო? არ გიფიქრია ჩაბარება? ბევრი მიფიქრია, მინდოდა კიდეც, ვცადე კიდეც, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა ნიუანსები, აქ ეს იყო ერთ-ერთი ვერ შევძელი თანხიდან გამომდინარე. ერთადერთი ყველა დიდი პრობლემა რაც იყო ჩემი და ნუ ხო გადასახადი იყო დიდი. გადასახადი იყო, ხო, რთული ჩემთვის. ეხლა არ ფიქრობ? ეხლა აღარ ვფიქრობ, იცით? ეხლა აღარ ვფიქრობ, იმიტომ რომ მე იქ ვარ, სადაც მინდა იყო. კი, უკვე ვიპოვე ჩემი სფერო, ჩემი თან კარგი თეატრში ვარ ამასთანავე და შესაბამისად აღარ ვფიქრობ. მაშინ ბარემ გითხარი სათხარ ეხლა. ჩვენ თეატრს ქვია ივერიონი, ერთ-ერთი კარგი თეატრი არის, კარგი სპექტაკლებს ვდგავთ. დაგპატიჟებთ თუ შეძლებთ. მობრძანებას დიდი სიამოვნებით მობრძანდით გვიყურეთ და შეგვაფასეთ. ივერიონი ქვია. ტერიტორიულად ხართ ხორავას თეატრში ვარ. შენობაში. ხორავას შენობაში ვარ. და იქ გვაქვს ჩვენი კუთხე და იქ ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, რაც გვსიამოვნებს.
ძალიან კარგი. თედო, ფაქტია რომ გიორგი ოვაშვილმა შენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან? ხო, იქიდან დავიწყოთ რომ ძალიან დიდი გზა მომცა იმისა, რომ ჩემი სფერო მეპოვა და ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინ არის, თვითონ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას ყოველი დარიგებისთვის, რჩევისთვის და ასე შემდეგ. ეხლა სამწუხაროდ არ გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. რატომღაც, მაგრამ არა უშავს. რატო? არა უშავს. რაღაც ისეთი მოხდა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მადლობა გმეს რომ მე მართალი აღმოჩნდი. აბა მეჭორავე. ხო, ვერ მომიყვები? არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ხო მას ჰქონდა რესტორანი. ხშირად ვიდიოდი ხოლმე რა მასთან. და იქ ვეხმარებოდი ხოლმე ხა სტაფს რაღაცა და ერთხელაც გავიგე რომ მოუპარიათ ფული. და იმ თხით თან მე ვიყავი იქ და მე დამბრალდა სამწუხაროდ, მე დამბრალდა და ბევრი მცდელობის იმისა რომ მეთქვა რომ მე იცი რა არ მომიპარავს და თუნდაც რომ მომეპარა ხონა მკითხო რატომ მოიპარე და ხო ნუ ესე მოხდა რა და ძალიან გული მწყდება მაგრამ არა უშავს მადლობა გმირს რომ ანუ არ დაგიჯერეს? არ დამიჯერეს სამწუხაროდ მადლობა გმირს რომ მე არ მომიპაროს ეს არის ჩემთვის სხვა ადამიანის მასთან აღარ ქონია კომუნიკაცია ამის დამწყება ბევრჯერ ვუთხარი რომ მეთქი ვისაუბროთ ხო შეიძლება გავждეთ და რაღაცა გითხრა 1-2 სიტყვა მაგრამ ნუ თვითონ აღარ მოისურვა და ეს დიდად აღარ მომდომებია რომ ჩემი სიმართლე მემტკიცებინა. მე ხო ვიცი რომ მართალი ვარ. მე გაიქვა ვინც მოიპარა და მნიშვნელობა აღარ ქონდა ყველაფერს. თავარი ის არის რომ მე მართალი ვარ და როცა გაიქვა არც მე აღარ დაკავშირები ხარ? აღარ ქონია აღარანაირი კონტაქტი და ურთიერთობა. ძალიან უსიამოვნო ამბავია. იცით რა ძალიან გული მწყდება მაგრამ მარტო ჩემზე არ არის ეს გულწყვეტა ხო შეიძლება და რაღაცის გარკვევა, რაღაცის მოფიქრება, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი კარგად არის მაინც. მადლობა გმერს. შრომის მოყვარე ადამიანი ხარ? ჩემს საყვარელ საქმეს თუ ვაკეთებ, კი. ძალიან შრომის მოყვარე ვარ. მირჩევნია, ხო, თავი ვიმტრიო იმ ყველაფერზე და კარგი გამომივიდეს. ძალიან მიყვარს შრომა. ყველაფერში აბსოლუტურად. იცი რომელი ისტორია მინდა მოყვე? ფილმში მონაწილეობისას ხო ქონდა მხედველობის პრობლემა. და მე საფრანგეთიდან დაგიკავშირდნენ როგორც ვიცი. ეს იყო 16 წლის ვიყავი მაშინ. რომ დამირეკა გიორგიმ და მითხრა რომ ერთი ადამიანი გამოჩნდა, ფრანგი არის ეს ქალი, რომელსაც აქვს სურვილი რომ შენ გაგიკეთოს ოპერაცია. ბატონი მამუკა კუდავა იყო მაშინ ელჩი საფრანგეთში და მას დაუკავშირდა ბატონი მამუკა მერე გიორგის დაუკავშირდა და მოკლედ ეს უნდა მოვიყვანოთ ეს ამბავი რეალურად უკვე ხო რეალობაში შენს ხო გინდა რომ გამოისვერო თვალე და რაღა თქმა უნდა მინდოდა და ნუ ამ ქალბატონმა დააფინანსა აბსოლუტურად ყველაფერი. კაი რა. აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი ჩასვლა, ჩამოსვლა, ოპერაცია, იქ აბსოლუტურად ყველაფერი იმ ქალმა გააკეთა. და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ყველაფერისთვის გიორგისაც, ბატონ მამუკასაც და იმ ქალბატონსაც. ჩავედით იმის ძმასაც ანალოგიური პრობლემა ქონია, როგორც მე იმ ქალბატონის ძმას ქონია ანალოგიური პრობლემა და უთხრა რომ მოდიო ამ ძმამ უთხრა რომ მოდიო გავუკეთო ამბავს პატარა საჩუქარიო და გამოუსწოროთ. როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება ფილმის შემდეგ? ფილმის პოპულარული. შემდეგ უკვე პოპულარული ბიჭი ვარ, ყველა მცნობს, ყველას უყვარვარ, ყველა მეფერება და უკვე მეშინია რაღაცების თუნდაც იქ იყო რაღაც წამოძახილები რამაც ძალიან დამამწუხრა კიდე უფრო მეტად ესეთი იყო რომ ამ ელამს იქ რა უნდა და მე აქ რას ვაკეთებდი რა ესეთი რაღაცები მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უმაძლიერებდა უფრო მეტად რა და აი ამ სიყვარულის შენარჩუნებაში ვიყავი
მაგრამ მე ის რატომღაც მოხდა, რომ ამ ყველაფერმა ნელ-ნელა დაიწია ცნობადობა. დავიწყებას მიეცა. ხა რაღაც ახალი გჭირდება. ხო და ეხა უკვე რაღაც ახალი მინდა. ეს ახალი ჯერჯერობით არ ჩანს. სწავლობდი მე საპატრიარქოს სკოლაში და იქიდან უკვე რაღაცებს სხვასაც ვაკეთებდი, ხეზეკვეთავს სწავლობდი და ასე შემდეგ და სხვა პროფესიისკენ მივიწევ, მაგრამ ჩემი ფიქრი, სურვილი და ოცნება არის კინოსა და თეატრის განხრით. ისე მოხდა, რომ სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურზე რომ ვერ ჩავაბარე თეატრალურ კოლეჯში. და რატომღაც აღარც გადაღება არ მქონდა, არც თეატრში არ ვიყავი, რაღაცა ძალიან ჩრდილში მოვეკეცი. ეს ჩრდილი უკვე სიბნელეთ იქცეოდა ნელ-ნელა და დამიკავშირდა ერთ-ერთი ძალიან ჩემი უკვე კარგი მეგობარი უტა ბერია და მითხრა, რომ ფილმს ვიღებ და თუ შეგიძლია, რომ მოხვიდე და დავილაპარაკოთ. რომ ავედი უტასთან, მომიყვა ფილმის სცენარი და ეს იყო ჩემი ერთი კიდევ ამოსასვლელი წერტილი, საიდანაც ამ ჩრდილიდან, სიბნელიდან გამოვა ნელ-ნელა და მეთქი სცენარი მომეცი, დღესვე ვისწავლი მაგ სცენარს, რომელიმე როლზე დამამტკიცა და დამამტკიცა ერთ-ერთ მთავარ როლზე. რა ფილმზეა ლაპარაკი? უარყოფითი რიცხვები. არასრულწლოვანთა კოლონიაზე არის ეს ფილმი, საკმაოდ კარგი არის საყურებლათაც და შემეცნებითაც ძალიან კარგი კინოა. მოკლედ დამამტკიცა, ესაც გადავიღეთ, ესაც მორჩა. აქაც წავედით ფესტივალებზე, რამოდენიმე ფესტივალზე გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ ცნობილი არ გახდა ეს ფილმი რატომღაც. იყო მე პატარ-პატარა კინოშემოთავაზებები ასე შემდეგ, მაგრამ ეს მასშტაბური და სერიოზული არაფერი. აი ესეთი პროფესია რა. დიდი პაუზები და ძალიან მიყვარს ეს პროფესია და ერთხელ გავბრაზდი კიდევ ჩემ თავზე, რომ ბიჭო, რო კარგად გესწავლა სკოლაში, სხვა პროფესია აგერჩია, რომ ასე დამოკიდებული არ იყო რეჟისორებზე და დაგიძახებს. ხო და ხო სამწუხაროდ ძალიან რთული პროფესია გვაქვს მანამდვილად რა. მოკლედ რაღაცები შეიცვლებოდა, მე მთავრდებოდა და ასე შემდეგ. ფილმში უარყოფითი რიცხვები, შენი გმირი გულჩათხრობილია, თუმცა ფიზიკურად ძლიერი და გამბედავი. ანუ იცით ეგ ფილმი? კი. ძალიან კარგი, მიხარია. ერთი შეხედვით გავს იმ ბიჭს, რომელიც გაღმანაპირიდან არის, არა? არა. შეიძლება რაღაცა გულჩათხრობილობით კი, მაგრამ სხვადასხვა ადამიანები არიან ეს ორი. სხვადასხვა განხრა აქვს, სხვადასხვა ცხოვრება აქვს. სხვაგან არიან საერთოდ. ამ ფილმზე მუშაობისას რა აღმოაჩინე ისეთი, რაც 9 წლის ასაკში ნაკლებად შესამჩნევი იყო? უფრო მეტად გავიაზრე თუ რა არის მსახიობის ცხოვრება, იმიტომ რომ ამ ფილმის გადაღების პერიოდში ყოველდღე პოულობდით სხვადასხვა გზებს, სხვადასხვა ადამიანებს და პოულობდით ჩვენი თავის მეორე მხარეს. თუ რამდენად ძლიერები ვიყავით ჩვენ. იმიტომ რომ სიცივე იყო, ქარი იყო, წვიმა იყო, თოვდა თუ რა ხდებოდა, მაინც ვიდექით და ვმუშაობდით აი ამ ფილმზე. იყო ისეთი მომენტი, რომ შოკებით ვდგავართ მე და ჩემი მეგობარი და რაგბს ვთამაშობ. ბოლო სცენა და ისეთი ქარი იყო, თან წვიმდა, ყინავდა და აი მოკლედ გავიყინეთ ერთ ადგილზე ვიდექით და ვიყინებოდით და მაშინ დავრწმუნდი თუ რა რთული პროფესია ყოფილა მსახიობობა და მაინც რომ მიყვარს ეს არის ყველაფერი რა. სიცხიანს ავადყოფს, უდატყოფს არ გითამაშია არასდროს სპექტაკლი? კი, აი ეხლა მქონდა სიცხე პარასკევს და ძლივს ვიდექი ფეხზე, მაგრამ სცენაზე რომ გავდიოდი, მაყურებლის სიყვარული მაძლიერებდა და მაყურებლის ძლიერით გავძლიერდი მეც. ზოგადად კინომ რა მოიტანა შენ ცხოვრებაში? აი გაგზარდა, შეგძინა მეგობრები, პოპულარობა გასაგებია, მაგრამ აი რა გასწავლა? რაც არ იცოდი, ვთქვათ, რა შეიძინე? ეს მეგობრები, ეს ყველაფერი კი, მაგრამ უფრო მეტად ალბათ ადამიანის სულიერ მდგომარეობაშიც არის ეს, რომ თავდაბლობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
თავდაბლობა ყველაზე მნიშვნელოვანი და ადამიანებთან ურთიერთობა კომუნიკაცია. თავდაბლობას ვერ ისწავლიდი, ეგან გაქვს ან არ გაქვს? ხო, ეგან გაქვს ან არ გაქვს, უბრალოდ ჩემი თავის შეკავება ხო უნდა შეგიძლოს მაინც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თავის შეკავება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წარმატება რო თავში არ აგივარდეს. აი ეს არის მნიშვნელოვანი, კი. მე იყავი მცხეთის თეატრში, როგორც ვიცი, რატომ წამოხვედი? ხო. რატო წამოვედი? მომიყევი. რუსთაველის თეატრში უბრალოდ პატარა სცენაზე ვითამაშე სპექტაკლი მთავარი როლი და რო გაიგეს რომ მე აქ ვითამაშე და იქ ვერ ვიცლიდი მისვლას, რატომღაც გამინაწყენდნენ. გვიღალატეო? ხო, ანუ ვიცით რა იყო ყოველდღე იქ უნდა ყოფილიყავი 500 ლარი მქონდა ხელფასი და ეს 500 ლარი 3 ლარი ღირს ტრანსპორტი თუ 2 ლარი ღირს ახლა აღარ მახსოვს და ყოველდღე იქ უნდა ჩავსულიყავი და მოკლედ 500 ლარად რა უნდა გამეკეთებინა თანქირით ცხოვრობდი ორი შვილი და ასე შემდეგ 500 ლარის გამო ყოველდღე იქ უნდა ყოფილიყავი და მოკლედ ვერ შევთანხმდით და დავემშვიდობე წამოვედი მე თვითონ. ხო. იყო სხვა რაღაც ნიუანსები, მაგრამ მაგას აღარ შევეხები. არა უშავს. ურთულესი არის საქართველოში მსახიობის ცხოვრება. ძალიან რთული ცხოვრება აქვს მსახიობის. თავარი სირთულე? გაჭირვება. მატერიალურად გაჭირვება. სულიერი მდგომარეობა კი დაამთავრე სპექტაკლს გადიხარ, წარს გიკრავს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს მსახიობისთვის. ტაშის დაკვრა და მაყურებლის ოვაცია და სიყვარულია. ძალიან ძლიერი, მაგრამ ეგ არ გაჭირვებს. იმის იქით რა ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი. თეატრის გამო ბევრი სამსახურს თავი დავანებე იმის გამო რომ ვერ ავეწყვეთ. შესაბამისად ეს საქმე მიყვარს და ამ საქმით ვარ ცნობილი და ამ საქმით უყვარვარ ხალხს და შესაბამისად ვერ დავანებ თავს. სამსახურის მივატოვებ, მაგრამ თეატრს ვერ მივატოვებ. არ შემიძლია. ის ჩემი ტაში არის, ჩემი ყველაფერი. მადლობა ღმერთს რა. ყველაფრისთვის. გაღმანაპირში ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ემოციური სცენა არის ცეკვის სცენა, ხო? ერთ-ერთი ბოლო სცენა. როგორ გადაიღეთ ეგ სცენა? ურთულესი სცენა იყო ჩემთვის ათამაშოთ და სხვა მსახიობისთვისაც, რეჟისორისთვისაც ძალიან რთული სცენა არის, კი. ვერ ვტიროდი, თან ვერ ცეკვავდი, ან თუ ცეკვავდი, ხო, ძალიან ბევრი დრო დაგჭირდა ამ ყველაფრისთვის, რომ ეს გადაგვეღო და გავგეკეთებინა ეს სცენა. და ბოლოს როგორღაც რამოდენიმე ხანი მომიწია ლაპარაკი გიორგისთან, რომ რაღაცნაირად ავეტირებინე და თან მეცეკვა. ძალიან რთული და ძალიან სპეციფიური სამუშაო გამოდგა ეს სცენა. შენთვის ყველაზე ემოციური სცენა რომელია? მე სიმართლე რო გითხრათ გერმანიის მერე არ გინახა? არა, არ მინახავს. ჩემი მეგობრები რო ჩართავენ. შენ თავს ვერ უყურებ ეგ? არ მიყვარს, საერთოდ ხმაც არ მიყვარს ჩემი. კაი რა. ჩემი ხმაც არ მიყვარს, კი. ხა რო ჩართავენ ხოლმე ჩემი მეგობრები, არ მიყვარს, არ მსიამოვნებს. გათიშე მე რო წავალ, მე ჩართი და უყურე. ხო. ესე არ ვიცი, არ მინახავს და შესაბამისად. ერთადერთი სცენა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, არის მარო ბებოსთან შეხვედრა. ეს ძალიან საყვარელი სცენა არის. და თვითონაც საყვარელი ადამიანი იყო. გამარჯობა, მარო ბებო. რომელი ხარ? თედო ვარ. თეთრშვილი ხარ? საიდან მოდიხარ, შვილო? თბილისიდან მოვდივარ. აქრებ ჩამოგიყვანა, ბიჭო. მამა ჩემი სანახავად ჩამოვედი. ნუ გიშინია, შვილო, ცოცხალია მამაში. კარგადაა.
მაგრამ ცოლი შეიცოდა წავიდა აქედან. ძალიან დიდი ხანი ვიღებდით მაგ სცენასთან. დასამახსოვრებელი სცენა იყო ჩემთვის. აი როგორ ფიქრობ 9 წლის ასაკში ცეკვაზე რო გევლო და გწოდნო და კარგად ცეკვა. ის სცენა ფილმში ესეთი გულწრფელი და ორგანული არ გამოვიდა. არ გამოვიდა და გამორიცხულია ეს სცენა. მაგითო გითხრა ალბათ გიორგიმ არია რო ცეკვაზე. არია რომ ეს ცეკვა უნდა და ეს ქაოსური ცეკვა უნდა და იმიტომ რომ ეგ ხო არის ფილმში ნახსენები თავშივე რომ ყრომუნჯი ვარ როცა აფხაზები დამიჭერე. გოშკა რომ ასწავლის რომ შენ ყრომუნჯი უნდა იყო. აქაც შევინახე ის რომ ვითომ ყრომუნჯი ვარ და არ იცის არ ესმის არაფერი. ცეკვას რაღაც ქაოსურად რა სადღაცას რაღაცას ცეკვას. მაყურებელმა აღმოაჩინა რომ ცეკვის გარდა კარგად მღერი. კი, კარგად მღერი ვარ დავარქმევ, მაგრამ მიყვარს სიმღერა. როგორი თავმდაბალი ხარ? შენი ხმა არ მოგწონს, გარეგნობა არ მოგწონს, ფილმს ვერ უყურებ. გარეგნობა მომწონს. გარეგნობა მომწონს. რაც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი გარეგნობა და ჩემი სახელი არის. ხა. სახელი და გარეგნობა მომწონს, მიყვარს. ხო, ну სიმღერას დიდი დრო მაქვს დათმობილი, სხვათაშორის სკოლიდან ღერი ვარ როგორ სამოყვარულო დონეზე დათო შანიძესთან ვსწავლობდი სკოლაში, მასწავლობდა სიმღერას. მე ცოტა ხანი დათო კენჭაშვილთან ვიმღერე და მე უკვე შეგვეშვი აღარ გავყევი, უფრო ძირითადად თეატრისკენ გადმოვიხარე, ვიდრე სიმღერისკენ. მაგრამ სიმღერით ყველგან ღერი ვარ. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ღერი ვარ. როგორც ხასიათზე უნდა ვიყო, რომ მე არ ვიმღერო, სიმღერი ვარ, ყოველთვის ღერი ვარ. ყველგან ვარ სიმღერა. მოდი ოჯახზე მოგვიყევი. ოხ, ჩემი ოჯახი ძალიან თბილი ოჯახი მაყავს. ძალიან თბილი ოჯახი. მეუღლე და ორი შვილი. გამხელები. შვილი 5 წლის არის უფროსი და წლისა და 9 თვის არის პატარა. ძალიან დიდი სიყვარულით და კარგი ოჯახი ვართ. მეგობრული, რაც თავარი არის, ხო ძალიან მეყვარს. ჩემი ოჯახი შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრა. აქედან გამომშობლებით რა თქმა უნდა და ნუ ეს ყველაფერი მიწყობს იმაში ხელს, რომ ჩემს კარიერას მივხედო და ჩემს ოჯახსაც კარგად მივხედო. მეუღლის გაცნობასთან დაკავშირებული ფილმი ქონდა ნანახი და კი, არა, ფილმი პოპულარობით წაბი თუ რით? არა. მსგავსი რაღაცები არ ქონია ჩემს. ვიხუმრე ხო. ვიცი. სუდად ვიხუმრე რაღაცა? არა, კაცი. არა, მსგავსი არაფერი, ისეთი, ანუ ჩვეულებრივად, ჩემი ნამდვილი სახე დავანახე, ჩემი ნამდვილი ცხოვრება დავანახე, ტყუილში ხوار ვაცხოვრობდი ადამიანს, მომავალი ჩემი მეუღლე უნდა ყოფილიყო. რო დავინახე, იქიდან ვიბიცოდი, რომ ჩემი მეუღლე იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ტყუილში ხوار ვაცხოვრობდი. მასთან შეხვედრა ძიღბალი იყო, ახლა მითხარი. რა თქმა უნდა. აბა? საერთო მეგობრები ყავს და იქიდან გავიცანი ნელა ურთიერთობა ავაწყეთ და მოკლედ ყველაფერს უყობოდი ჩემს თავზე, რაც ხდებოდა, ყველაფერი გავანდე, ყველაფერი იცოდა და შესაბამისად შეგვიყვარდა ერთმანეთი. ბოლოს ავდექი და წამოვიყვანე სახლში. დღეს ორი შვილი გვყავს და ბედნიერები ვართ, მადლობა ღმერთს. მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ მაშინ, როცა ნახეს ფილმი? პირველად რო ჩატარდა ჩვენება ფილმის პრემიერა, ძალიან ბედნიერები და ამაყები იყვნენ დიდ ეკრანზე რო დამინახეს. სულ უნდათ როდის იქნება პრემიერა, რომ ერთი ნახოთ ეს ფილმი და როდის გააკეთებენ პრემიერას. ნუ ერთ სიტყვით რო გააკეთა პრემიერა ძალიან ბედნიერები იყვნენ იმისა, რომ ჩემი შვილი უკვე რაღაცას აკეთებს და რაღაცას შექმნა უკვე თავისი რა. ტყეში გაპარვის გარდა რაღაცა ცოდნი. კი ბატონო. ხო, ნუ ჩემი ძმებიც რა თქმა უნდა ხელს მიწყობდნენ ამ ყველაფერში და მადლობა ყველას ჩემი ოჯახის წევრებს. ყოველი გადადგმული ჩემთვის ნაბიჯისა რა. ეხლა საცხოვრობ, სად არის შენი სახლი? ეხლა სოფელში ვარ, ძირითადად თეატრიშიც სოფლიდან დავდივარ. 40 წუთი მჭირდება, ორბეთი არის ჩემი სოფელი. საკმაოდ ლამაზი და საყვარელი სოფელი მაქვს. მშობლებთან ერთად ვარ. ყველა ერთად ხარ? კი, ყველა ერთად ვართ. ყველა ერთად.
სამომავლო გეგმების შესახებ რას მეტყვი? თუ ვერ გეგმავ, ვერაფერს. ჯერჯერობით არ გეგმავ არაფერს. ნუ რაც იყო გეგმები, თითქმის ყველაფერი დაიკარგა. რატო? სამწუხაროდ ჩვენი პრობლემებიდან გამომდინარე. მარტო ჩემი არა, ზოგადი პრობლემიდან გამომდინარე, ქვეყნის პრობლემიდან გამომდინარე. არ დაფინანსდა ქვეყნის პრობლემიდან გამომდინარე, ხო? იყო რაღაც პროექტები, რომლებიც დააფინანსეს უცხოური? ქართული პროექტები, სამწუხაროდ არ დააფინანსეს და ნუ ეს იყო და ეს მეტი არაფერი, ჯერჯერობით ისეთი რომ რაღაც სამომავლოდ გეგმა მქონდეს არაფერი. გარდა იმისა, რომ ძირითადად თეატრში ვარ და არაფერი სხვა. თუ რამე გამოჩნდება კიდევ. კარგი, ახლა მითხარი შენი ცხოვრების მთავარი ამბავი. ჩემი ოჯახია, ჩემი მთავარი ამბავი. ჩემი ოჯახის შექმნა სხვა ამბავში გადასვლა და იმ ქარსატეხებიდან, იმ თავსატეხებიდან გადმოსვლა სიმშვიდესა და ესე რომ ვთქვათ, ძალიან კარგ და ლამაზ ზღაპარში გადასვლა ოჯახის შექმნით და შვილების სყოლიებით. რასაც მამობა ქვია და მამობრივი სიყვარული ქვია. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს ლამაზ ოჯახში. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ყველას უსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. დიდი მადლობა შენც ასევე გისურვებ წარმატებას და ბევრ საინტერესო ახალ პროექტს. ძალიან დიდი მადლობა. კი არ ვარ განსაკუთრებული მოსაუბრე, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცები ვთქვა ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესოდ ვისაუბრეთ. უღრმესი მადლობა თქვენ. ასეთი იყო დღევანდელი პირველი სტუდია. ჩემი სტუმარი იყო თედო ბექაური, მსახიობი. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერად.